ავსე და ისე ვაიტანე რა. უბრალოდ ავსე და დადგი რომ ის სველი არ იყოს რომ იატაკზე უნდა დავდო. იმაზე გაუმართლეს. ალხნო და ჯამაათ როგორ ახარ საფერ ხარ. ავსე ერთი ჩასხმა აგლია. უნდა დავაუთო. საღამოხანს იმერთბატ ერთ ნახატს დავხატავ დილას მომიტანეს საროჭკა და სავარაუდოდ ბოლოა ეგ. თუმცა წეღანა მქონდა ერთი შემოთავაზება კიდე და უარი ვთქვი, იმიტომ რომ სურათიდან იყო ჯერ ეგ ერთი და მაგრად არ მინდოდა მაგის დახატვა, იმიტომ რომ რეალური სურათიდან იყო და თან არასასიამოვნო იყო ჩემთვის მოკლედ სურათი და უარი ვთქვი. რა მიგინდოდა? ფეხბურთი ხო იმეებში ვიყავი ხო და სკისურთაც ვერ არა ის ბეტონის რაღაც ისინი არა უშავრა რაც გაეცლება ბეტონი არის ბეტონი კი არა ასფალტი არ გაეცლება მიდი მოასუფთავი და დაალაგე რაც გაეცლება მტვერი ეკი არა მაღლა მე მგონი შავი ფლოსტები დავალაგე აი გამოსასვლელში კატოს რო ეცვა და გეხოცე მაგასაც კარგა გაუსვი და დაალაგე გაშრეს რომ შევინახო აი მე დღეს რა საზღარი დღეა იცი რა მხრივ აი ესეთი ამინდია არც სივა არც ცხელა არც მზეა აი რა უღიმღამო რა არ დაასველო ძალიან უბრალოდ ხო რო აი ნახე პლოშატკაზე გამოვიდა რამდენჯერმე და მტვერი იქ 6:15 წუთია დილას ვიდეო რა ჩავწერე ცოტა მხრეთ ხო ვიყავი ანუ კარგად ვიყავი ვერთო ვიდეოს ჩაწერის შემდეგ წავკვდი და ვფიქრობდი რომ რადგან საროჭკასაც ველოდებოდი რა არ უნდა მოეტანათ და ვფიქრობდი რომ მოდი აღარ წავალ თბილისში მეთქი მაგრამ თბილისში რა ბაზრობაზე კაბაზე გადავწყვიტე ჩემთვის რომ მოკლედ არ მივდივარ თქო მე ბარბერს ვუთხარი რომ შეიძლება მეთქი ისე და გამყვები თქო და ხო ოღონდ ისე იწუნენ რა რადგან დღეს არ მიდიოდნენ არსად არც ისა ხო და 1 საათით ადრე მითხარი გიხვეწები 1 საათით ადრე რა უნდა გითხრა როცა ბაზრობაზე უნდა ჩახვიდე და ამოხვიდე ხო და მიაყუდე ესე დადგება ისე აი მაგ იმაზე მიაყუდე მოაჯირზე ხო და მოკლედ გადავწყვიტე რომ არა თქო არ წავალ მაგრამ მე მივხვდი რომ სახში რომ დავჩენილიყავი უარესი მომივიდო და ანუ რაღაცით უნდა დრო გამიყვანა ყავაც ხო არ მქონდა და არა დილას არ მქონდა ყავა ხო და საროჭკა რომ მომიტანეს საათს რო დავხედე იყო 12 წუთები რა ხო ეგრე იყო სადღაც და აი უცბად უთხაში ადე ხა დროზე წადი და გადავიცვი რა უნდა და გამოვიღე გარდირობი გადავიცვი კაბა ჩავიცვი ფეხს და გავედი ანუ მარშრუტკა მოდიოდა მალევე ხო და წავედი ისე რომ ბარბერიც აღარ გამიღვიძებია სანამ ის დაიწყებდო ჩამოვიდო და ავიდო და ჩაიცმე და მივიდო და მოვიდო და მეთქი არ შებიძლია აი იცი როგორ წაველი უბრალოდ რომ დროის გაყვანის მიზნით წაველი ბაზრობაზე ცდელობით ანუ მივდიოდი და ვიცოდი რომ მეთქი ვერაფერს ვერ ვიყიდი თქო მაგრამ წავედი რა იმიტომ რომ სახში არ დავჩენილიყავი ვაიმექშა ამყვნე ვაიმე ისიც დედა 1 წუთიანი ეხა დაიწყებენ ის აი ცოცხი აუქნიე მოაშორია ეგ ტერიტორიიდან ხო და წავედი აი განწყობით ეგ ბაზრობაზე არასოდეს წავსულა რომ ანუ მივედი და ვიცი რომ ვერაფერს ვერ ვიყიდი მაგრამ აი წაველი გეგონება ეგ მეზობელთან გაველი და ბაზრობაზე წაველი დროის გაყვანის ერთ სიგრძეზე ავიარე მთლიანად აი რომ ბოლომდე რომ უნდა ავსულიყავი მივხვდი რომ ფეხი მტკიოდა სახასიათის უწამი ხდა მოვტრიალდი და ისე ჩამოვიარე მეორე მხარეს აი იყო როგორ არ იყო კაბები ხა როგორ ვთქვა ვაიმე კაბა არა ვარ არც მაგ ტიპაჟის და აი ბაზრობაზე რო ბიდიან და რო ვერაფერს ვერ ანახავენ უკა რომ მოდიან ეგ მაგისა ის არა ვარ აი პირველი სადაც რა შეხვდება იმას ვყიდულობ და არც მე ვაფასებინებ არც ის ხო და
მეორე კრუგზე რომ ჩამოველი იყოს აი კორსეტიანი პატარა კაბები რა აი ბავშვი გოგოების გოგოშკურები რაღაცა მე ვეძებდი ისეთ კაბას რომ მერეც ჩამეცვა სიტყვაზე თან ახლა ჩემთვის შესაძლებელი ყოფილიყო რაღაცა ისეთი კომფორტული ყოფილიყო ანუ არ შემეძლოს მიჭერ-მოჭეrilები ანუ ერთხელ ვიარე ჩამოვიარე და აი მესამე რიადზე წავედი რა და ახლა ვფიქრობ ანუ ახლა მანანა მიტრიალდი წადის ახლა ჩემ თავს ველაპარაკები და დავინახე ერთი ისა რა კაბები და შორიდან ვეტყობოდა რომ ანუ ძალიან ისეთი უბრალო კაბები იყო აი არა ძალიან გადაპრანჭული რა ერთგან შეველი მეთქი მომეწონა რა ზედა ქვედა იყო მაგრამ რაღაცა ლამაზები ვით მომეჩვენი ბედი ჩემი თუ ბედი იმათი რომ არავის არ უთქვი აბა მოდი რა გინდაო არავის არ უთქვი ახლა ხო თუ ეგრევე გამოვიქცეოდი ხო და შეველი ამასთან და ესე იგი ჭყრიალა ღილები ჭყრიალა ესენი ჭყრიალა ჯიბეები რა გჭირთ ხალხო ეს მზღვრიალები რა უბედურობაა ანუ ყველანაირი ფერი იყო ყავისფერი ჩავით ისიც და მზღვრიალებდნენ გამოველი წამოველი და ხო და იმ მესამე აყოლებაზე ძალიან მესადავა რა ანუ შორიდანვე რაღაცა რა და რო შეველი სუნიც ისე მესიამნა საკმეველი სუნი იდგა ვაიმე რა კაი სუნია მეთქი და რა საუბრო შემოდიო ფუ რა სუნიო და უკან გადიანო ხო და მე ვთხარი აი ესე მინდა საბოლოზე რომ არა ძალიან ისეთი ფასიანი კაბა მინდა რამე ბიუჯეტური და კომფორტული ხო და თან იქ დავინახე რომ მე ძალიან მოყვარს კურჟავოები ოღონდ აი მასიური გიპიურივით არა აი იშვიათად რო აქ რა კურჟავოები რაღაცები აი მასეთი კაბები ვნახე როგორც ცისარტყელა აი ეგეთ ფერებში სულ და აუ მოკლეები იყო მუხლს ზემოთ ეგეთი არ მინდოდა ეგენი არ მეკომფორტულებ და იყო მუხლს ქვემოთ მომეთქი აბა ესენი რა როგორანაირად ის და შევარჩიე ორი ფერი იმიტომ მუქები არ მინდოდა აი ძალიან ლამაზები იყო მაგრამ აი ჩემთვის მძიმეები იყო რა ის მუქი შვინდისფერი მუქი ლურჯი ცისფერიც არ იყო თორე ცისფერზეც ვფიქრობდი სხვათა შორის ხო მე არ მიყვარს ცისფერები მაგრამ მაინც ვფიქრობ ხო და ავიღე ორი კაბა ანუ ჩასადრო ჩავიცვა და შევხედო მეთქი ერთია იყო აი ცოცხალი ფერი სტაფილოს ფერი ოღონდ რაღაცნაირი სტაფილოს ფერი აი აგურის ფერიც რომ მე რო მიყვარს ეგ ფერი და ავიღე თეთრი რომელიმეს ჩავიცმე მეთქი და ვნახოთ ანუ გამყიდველი რა როგორი დგაიცი აი ხმა არა მოუღია არჩიეში როგორც გინდაო ზომებით მითხრა ესენი პატარებიაო ეს მე რაც ავიღე და იყო მაგაზე დიდები კიდე მაგაზე დიდები საერთოდ არ მინდოდა იყო კაი გაბარიტულად დიდები იყო რა და ჯერ ჩავიცვი სტაფილოს ფერი მომეწონა ძალიან და მეთქი თეთრსაც იმას ვიწევდა თეთრიც ძალიან ნაზი და ძალიან საყვარელი იყო მაგრამ თავი მეგონა რომ ესე გამიკრავენ მეთქი ხელებს ანუ რაღაცნაირი ფართე და რაღაცა რო იყო ვერ მოვიხდინე თითქოს და ამ გოგომაც მithავა თითქოს სტაფილოს ფერი მზე გამოვიდა სტაფილოს ფერიო უფრო რაღაცა გაცოცხლებსო რა გიხდებაო და რაღაცაო თეთრიც მართლა აი ძალიან აზი იყო ვფიქრობდი სხვათა შორის თეთრიდან სპილოს ფერზე მაგრამ რატომღაც გადავწყვიტე სტაფილოს ფერი ამეღო ავიღე სტაფილოს ფერი გადავიხადე 120 ლარი ანუ მაგ 150 ლარში ვფიქრობდი რა გაუშვებ მაგას საქმე ნახე ხო და წამოვიხე ვიყიდე გავიარე ამასობაში ის რომ ვიყიდე და გულისაგულის დავიდე ფეხზე არ ავყიდულობ იმიტომ რომ ფეხზე წინაზე ხო ვიყიდე ის ახლები რომ მაგ ტაპკები ვიტკია და ნუ ხო რა ესეთი დაბლები კრემის ფერები აი ესე წავა მე ბანკეტისთვის უნდა შევარჩიო რამე კიდე თან ისეთი რომ ვიხმარო კაბაც და ისიც ან ნაჭერი რა არ ვიცი ეხლა რასაც უყურებდი ანუ საბანკეტოდ ვერაფერს ვერ მოვირგებდი მე იქ რა წავედი მე ვიყიდე შამპონები გუშინ ხო გითხარით რომ გუშინ თუ დილას რომ თავი დავიბანე საპნით და ძმრით ცუდად არ მქონდა დაბალილი მაგრამ როგორ მორჩილებაში იყოს მე ხო ნახეთ ვიყიდე შამპონი მოვედი თუ არა ეგრევე შეუშვირე
ისე ნესტიანი მაქვს. არა თავი დავივარცხნე კიდეც. დიდათ ეხლა რაღაცა ის შენთვისაც იყიდა და ძვირა. ხო. ნახმაი. ზიდან აბუქსავას ჩისტაია ლინიაო თუ რაღაცა ეგ ვიყიდე 2 ცალი. მოვალ თუ არა შეუშვია თავი და ერთი გადავილე შამპონი რა რომ არ ბაწუხებდა ის მაგრამ რაღაცნაირად მეხაბუშებოდა. ნევეძინკე რაც მინდოდა არის ნევეძინკები ვიყიდე ის შავები. რატომღაც ვიფიქრო შეიძლება მეთქი მე დამჭირდეს თუნდაც ბანკეტისთვის არ ვიცი. და ვიყიდე შპილკებით და ვიყიდე სავარცხელი, 2 ერთნაირი სავარცხელი. მე და ნინო ერთი სავარცხელი მქონდა და რავი ალბათ რავი რამდენი წლისა იყო ნინო რომ დაიბადა არც კი მე მგონი იმ დროიდან მაქვს ეგ სავარცხელი. მე მგონი იგივენაირი არის, უბრალოდ ფერშია ხო სხვაობა. ფერში არის სხვაობა და ის ანუ სხვანაირი ხრივისა. არა, თავს ვამბობ, თითქოს ისეთია, მე მგონი არ უნდა დაგწიწყნოს. მე ყოველ შემთხვევაში რომ დავივარცხნე ხლა დაბანილი თავის, საერთოდ არ დამწიწყნა. ვიყიდე 2 ცალი, 5 ლარი ვიყიდე. იყო ცოტა დიდებით, მაგრამ ჩვეულებრივი ზომა არა ვიცი. ნახე იქ ჩემი ბიძაშვილიც გზაში. უბრალოდ მოვდიოდი აქ ჩემი ვიყურები ახლა მანანა კაბარა რა ისა რა და დავინახე დარე. ავაფარი თვალებზე ხელი. რას გამოიცნობდა აბუეტი, ახლა მე ვიყავი თუ არა. იმას ყელის ტკივა თუ რა სჭირს რო არ გაჩვენდა. და წამოვედი. მე მოიწყო არაფერი არ მიდია, შამპონი და ეკწრემანი რაღაცა და წამოვედი. რომელ მარშრუტკასაც გავყევი, იგივეს გამოვყევი. განახებთ მაგას. გეხოცებია შეიტანე რა. ჯამი. ისიმე რაღაცას. ვისა? აი ჯამი შეიტანე გასაეცხებში ჩადე. 15 მაისიდან 15 მაისიდან მარშრუტკებში გამოკრულია განცხადება, რომ მარკოფი ხდება 3 ლარი ბენზინის გაძვირების გამო. იცი როგორ წერია? ანუ 3 ლარი ღირს რო აქედან სამგორამდე ჩახვიდე, ნუ ზოგადად 2.5 ხო ღირს ახლა ჩვენ. რა იყო? 2.5 ღირს. გინდა ბაზრობაზე ჩამოდი, გინდა სამგორამდე, ანუ 2.5 სიხდი. ახლა წერია ესე. ღირს 3 ლარი, მაგრამ ვინც მაგალითად ბაზრობაზე ამოდიან ხოლმე ან თათრები ამ რაღაც ან თბილისელები რაღაცა და იყვებიან სამგორამდე ხოლმე. და ანუ ეგა წერია რომ ისაო ბაზრობაო სამგორიო ლარნახევარიო. და ესე იგი აქედან რომ ბაზრობამდე ჩახვიდე ეგეც ხო ეგ ხო ლარნახევარი უნდა იყოს ხო წესით. ხო. ნუ ეგ სადაო საკითხი. სადაო არ არის, მაგრამ აი. ხო, კაი გაძვირდეს. ბენზინი გაძვირდა მესმის თუ სალიერკა თუ რაც არის. მე მაგის მერი ამბობენ ხოლმე რომ როგორც კიო დაიკლებს, ისევ დავაკლებთ. ეგ დაკლება წამოვიდა ჩვენი მარშრუტკა რო ღირდა ლარნახევარი. მერე გახდა 2 ვეღარ დავაყენე. მერე გახდა 2 ლარი და თქვენს რომ აი რომ დაიკლებსო ისევ ჩამოვიყვანთო. არაფერს არ ჩამოიყვანეს. მერე ღირდა 2.50 და თქვენს რომ ჩამოვარდო ჩვენცაო რა. ბენზინი ჩამოვიდა და ეგეთი დარჩნენ ისევ. ეხლაც გაძვირდა. ხო, კაი, თავის ჯიბიდან არ ჩაასხავს მესმის. ძღოლი, კაი. ყველაფერი გაძვირდა. კაი. ყველაფერი დამოკიდებულია ბენზინზე თუ რაზეც არის. მაგრამ უბრალო მკვდავმა ხალხმა რა ვქნათ? ჩვენ რამე მოგვემატა? წარმოიდგინე ხლა სტუდენტები დაიწყებენ სიარულს და ცალკე გადასახადის გარდა ვინც სახელმწიფოს იქით არის. ყველა სახელმწიფოში ხო არ არის? ხო, კერძოებშიც ხვდებიან ბავშვები. წარმოიდგინე, მინიმუმ არის 5,000 გადასახდელი და
გზაში 3-ის აქედან 3 იქ 6 ლარი პლუს მეტროან ტრანსპორტი გინდა მესმის ხო რომ ეგეთი სიტუაცია და გაძვირდა და როდესაც საწვავი ძვირდება ყველაფერს ემატება ეგ ვიცით მაგრამ ჩვენ ვინც ხშირად მოძრაობს ჩვენ ხო არაფერი მოგმატებია გამოდის რომ აბსოლუტურად ყველაფერი გადაწყდება ხოლმე ხალხის კისერზე იმიტომ რომ ანუ არავისაც არ დააკლდება იმიტომ რომ ის გაძვირდა იმანის გააძვირა მაინც მიიღებს იმ თანხას ის იმანის გააძვირა თანხას მაინც მიიღებს იმიტომ რომ მოსახლეობა იხდის იმ გაძვირებულ ტარიფს მაგრამ მოსახლეობას ერთი კაპიკითაც არ აუმაღლეს ხელფასი რა ვიცი არ ვიცი რამდენად აღიქმება ეხა მანდ ეს ფერი მგონი მუქი ჩანს მანდ ამას მე მოვირგებ კარგად არ ჩამიცვია რომ მოვედი კარგად მოვირგებ და გავავლებ აი ნახეთ არის ესეთ კლაუზე აი ძალიან აი რაღაცნაირი ძველებური სტილის ის არის სრულიად სადა ჩაღილული ფართე რაღაცნაირი და მაქვს კოჭამდე რა არა ოდნავ ზემოთ მაგრამ იმდენად მართლა საყვარელი კაბა არის ის არის სრულიად ნატურალურია ხა აი შიგნიდან სარჩულიც კი ისა აქ აი სუნთქავს რომ მეცვა მეგონა რომ არაფერი არ მეცვა სუნთლიანად მასეთია კრუჟაოვანი აი მანდ მუქი ჩანს არ არის ეგეთი მუქი აი რაღაცნაირი საყვარელი ფერია აგურის ფერია მე მეყვარს ესეთი ფერი მწვანეცი იყო მაგრამ იყო მეგეთი მწვანე არ იყო აი რაღაცა ელექტრიკს რო ეძახიან ეგეთი მწვანე იყო და ეგეთი არ იყო ფეხზე ჩავიცმევ აქ უნდა მქონდეს წესით აი ამას ახლა ხან რო ვიყიდ ერთადერთხელ მეცვა ექიმთან რო ვიყავ ასე რომ ბოლოზარმა ისაქნა რა აღარ მაქვს ბოლოზარის თემაზე საფიქრალი რომ ვაიმე რა ჩავიცვათ ხო რაც მაქვს იმას ჩავიცვებ ამჟამად რაც შევიძინე ესეც ესე საერთოდ დავაუთოვე დღეისა რაც ჩამოვხსენი და საღამომდე სანამ საროჭას დავხატავ იმას ვიზავ დავაუთოვებ მაგრამ დასაუთებლად საჭიროა კომპიუტერი რამეს სამი სერია გადამჭა სამეფო კარის თამაშების ხო და ეხლა ჩავთავ და ვუყურებ აი ესე ესეც დავალაგე მიყვარს ხოლმე როდესაც ფილტრს გამოუცვლი ხოლმე იმას ტერსასურც იცი რა საშუალება ბრდღნის მოკლედ ისე კარგად იღებს ხოლმე ტვერს ხო და რადგან ეგეც ყველაფერი დალაგებული მაქვს საგანდეს გავკაჩავთ დავაუთოთ მოვაკლოთ მოკლედ საუთოებელს რომ ნენელად საკუთარ თავზე მიცემული პირობა რომ ნახატები რო აღარ მექნება აღარც საუთოებელი აღარ მექნება მეთქი აი მართლა აღარ მექნება იმიტომ ნახე გუშინ და გუშინ რო დავრეცხე ეგენი უკვე გავამზადე დავალო შევაბინავე ესენია წინისა ის აი ერთს რო დავამატებ ორს რო ავიღებ და ესე მონაცვლეობით და რაც დავამთავრე ხატო ეს 2-3 დღე არის რასაც ვრეცხავ იმას ვაბინავებ პატიოსნად
ზუსტად 3 სერია მაქვს დარჩენილი სამეფო კარის თამაშებიდან და ეხლა ჩავთავ და ვუყურებ. თქვენ კი დაგემშვიდობებთ მომავალ ვიდეომდე. თმებს როგორ გავიკეთებ არ ვიცი ბოლო ზარზე, მე ჩავიცმევ კაბას და შევხედავ რა როგორანაირად იქნება, დაახლოებით რა სტილის მოუხდება და ასე შემდეგ. აბა ჰეტროებით.